На этот выбор нас пугали. Ამ არჩევნებზე გვაშინებდნენ. Გვეუბნებოდნენ, რომ არ შემოგვეხაზა 51 ნომერი. იყო მუქარა პოლიციელების მხრიდან. მეც შემეშინდა და ხუთიანი შემოვხაზე. Я тоже боялся и голосовал на 5. Нас нажимали. ზეწოლას ახდენდნენ, რომ მიგვეცა ხმა ნაციონალური მოძრაობისთვის. მეც მეუბნებოდნენ, რომ შემომეხაზა 5 ნომერი. ასევე ჩემს ძმას აქვს პრობლემა. ის დაიჭირეს და ერთ თვეში გამოუშვეს. ჩვენ ამისთვის გადავიხადეთ $50,000. მათ მითხრეს, თუ არჩევნებზე ხალხით არ დაგვეხმარებით და ხმას არ მოგცემთ, შენ ძმას ისევ დავიჭერთ და 12 წლიან პატიმრობას მივუხჯიდო. მე არ მესმის ამას რატო აკეთებდნენ. Народ нас верит. Ეხლა ნელ-ნელა იხსნება ბევრი რამ, რაც ხდებოდა გარდაბანში და ხალხი ჩამოდის და ყვება იმის თაობაზე, როგორ გააყალბეს არჩევნები და ვისი დავალებით ხდებოდა ეს, ვისი ზეწოლით ხდებოდა ეს ყველაფერი და ფორმა როგორ იქონდა ამას ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში სისხლის სამართლის აღიზრება, ჩვენ ახლა მასალებს ვაგროვებთ, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ხელი შეუშალა არჩევნების ნორმალურ ჩატარებას, ვინც თანათავმდებაზე არ უნდა იყოს და როგორი სტატუსის არ უნდა კონდეს დეპუტატის სტატუსის ჩათვლით და აუცილებლად დაიჯებიან ყველანი